დღეს რუსთაველის გამზირით გაიწმინდა საქმეებისგან, უბრალოდ საქმეები გადაიტანეს ტროტუარებზე, შემოწმდა. და აგერ თქვენ კაცი ხედავთ ჯოზეფ ბაიდენს, რომელიც უკვე გამოჩნდა ტრაპზე. ამერიკის ვიცე-პრეზიდენტი. შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტი ჩამოდის, იქ მას პირველი ჯონ ტეფტი ესალმება შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში მეუღლესთან ერთად. იქ ნიკა გილაური, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელისუფლების მხრიდან ხდება ჯოზეფ ბაიდენს, გიგა ბოკერია და საქართველოს ელჩი შეერთებულ შტატებში ბათელია. ჯოზეფ ბაიდენი ნიკა გილაურთან ერთად გადის საპატიო ყარაულის კორდონში. იქ უკვე მასეულდება კორტეჟი, რომელსაც ის უკვე აულაბრის რეზიდენციისკენ დაიძრება. აგერ ახლა ჯოზეფ ბაიდენი ესალმება შეერთებული შტატების ელჩის მეუღლეს. საკმაოდ თბილად მიესალმა, როგორც ჩანს, დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებთ. ეს ალბათ ის შემთხვევა, როდესაც პროტოკოლის დაუგეგმავი საუბარი შედგა თბილისის აეროპორტში. რამდენიმე წუთში კორტეჟი უკვე პრეზიდენტის სასაფლისკენ დაიძრება, სადაც შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს ელოდებიან, მისთვის ბახშამი იქნება, ბახშამი მოზიდებული და ასევე კონცერტი, რომელსაც ქართველი შემსრულებლები გამოვიდნენ. საერთოდ ამერიკის პირველი პირების ინტერესი საქართველოსადმი დიდია, ბოლო დროის სტატისტიკა ამაზე მეტყველებს და ამ თემაზე ოფიციალური პირები ბევრს საუბრობენ. სტატისტიკის მიხედვით საქართველოში უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში იმყოფებოდა თავად ამერიკის პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტები ორჯერ იმყოფებოდნენ თბილისში. ჯო ბაიდენი რამდენიმე ჩამოვიდა თბილისში და ის უბრალოდ საქართველოს საერთაშორისო აეროპორტის ტერიტორიას და ახლა ჩვენს კორესპონდენტს გადავცემ სიტყვას ნატა, რა ხდება ახლა, როგორც კაცს ჩანს, კორტეჟი უკვე დაიძრა. ებრძოლდება თბილისში, ვფიქრობ, რომ ახალი ადმინისტრაციის ერთ-ერთი ყველაზე გავლენიან პირთან შეხვედრებისას ამერიკელი დამკვირვებლები საქართველოში განთავსებისა და დემოკრატიული რეფორმების გაგრძელების შესახებაც იმსჯელებენ. მიმართაც შეერთებული შტატები გამოხატავს სალსახა მხარდაჭერას, დახმარების მზაობას. ეს არის ქვეყნის სუვერენიტეტი, ტერიტორიული მთლიანობა და დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცება. უკვე გაიჟღერა თემამ, რამდენად შესაძლებელია რაფორმით რავადებში ამერიკელი დამკვირვებლების გამოჩენა საქართველოში, სამხედრო დამკვირვებლების, რამდენად არის შესაძლებელი თავისუფალი სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობის აწყობა უახლოეს დროში და როგორ მოხდება ეს. ამისადმი პრინციპული მხარდაჭერა არსებობს შეერთებული შტატებიდან და კონკრეტული აღნიშნავენ იქნება და რას ნიშნავს დემოკრატიის ახალი ტალღა, რა ინსტიტუტების განმტკიცებაზეა საუბარი, რა ტემპებში, ესეც საინტერესებს შეერთებულ შტატებს. ვიცე-პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტი ნამდვილად არის მხარდაჭერის დემონსტრირება ჩვენი ქვეყნისა იმ დიდი ინტერესის და სტრატეგიული ინტერესის, რაც ამ რეგიონში და კონკრეტულად საქართველოში აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. და ეს ხდება საკმაოდ საინტერესო და მნიშვნელოვან დროს, როცა დიდი ენერგეტიკული პროექტებიც ხდება, როდესაც ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების დეოკუპაციისთვის მიდის სერიოზული ბრძოლა და ტერიტორიული მთლიანობის პრინციპების კიდევ ერთხელ დადასტურება და რა თქმა უნდა ჩვენი დიდი ხელშეკრულების
ქარტიის რეალიზაცია, რომელიც მოიცავს პრაქტიკულად ყველა სექტორს. ეს არის გზავნილი იგივე კრემლის მიმართ, რომ ალტერნატივა და არანაირი გავლენის სფეროებს ამერიკის შეერთებული შტატები არ ცნობს. ეს არის გზავნილი, რომ შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობები მას შემდეგ, რაც გაფორმდა სტრატეგიული ხელშეკრულების ხარტია, არის შეუქცევადი პროცესი, ეს პროცესი გაგრძელდება და ამას ვერანაირი საფრთხე ვერ დაემუქრება. ჯოზეფ ბაიდენის ევროპული ტურნე უცხოური მედიისთვის ერთ-ერთი მთავარი თემაა. დღეს ტელეკომპანია BBC ვიცე-პრეზიდენტის თბილისში ჩამოსვლამდე ამ საკითხთან დაკავშირებით წელი სიუჟეტი მოამზადა. ჟურნალისტ ტომ ესელმონტის თქმით, ჯერ კიდევ გასულ კვირას ჩატარებულმა საზღვაო ცნამ დაადასტურა, რომ შეერთებულ შტატებსა და საქართველოს მჭიდრო პარტნიორობა აკავშირებს ეს ურთიერთობა 2005 წელს ქვეყანაში ჯორჯ ბუშის ვიზიტის შემდეგ სულ უფრო და უფრო მყარდება, აცხადებს ჟურნალისტი. ჟურნალისტი ასევე მნიშვნელოვნად აფასებთ ესელმონტი ბარაკ ობამას მიერ მოსკოვში გაკეთებულ განცხადებას, რომ ვაშინგტონი მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. სიუჟეტს დაასრულა ჟურნალისტი ამბობს, რომ ჯოზეფ ბაიდენი თბილისში მნიშვნელოვანი პოლიტიკური გზავნილებით ჩამოვა. ესკორტი გამოჩნდა. და აგერ გამოჩნდა უკვე ესკორტი. თქვენ ხედავთ, რომ ქეთევან-წამებულის გამზირზე ამ პროექტის მოძრაობა მთლიანად გადაკეტილია და კადრში უკვე ჩანს, როგორ მოემართება ჯოზეფ ბაიდენის კორტეჟი ალაბრის მოედნისკენ. ესკორტი უკვე გამოჩნდა. ის დაიძრა. მოდის რამდენიმე ათეული მანქანა. სხვადასხვა მიმართულებით დაახლოებით არის 20-მდე მანქანა. ადამიანები მათ ელოდებიან. მაშასე ეს არის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტის ესკორტი, დაჯავშნული მანქანები, რომელთაც ჯო ბაიდენი გადაადგილდება აეროპორტიდან საქართველოს პრეზიდენტის სასახლემდე. თქვენ ნახეთ, ეს პირველი ორი მანქანა, რომელზეც დამაგრებული არის შეერთებული შტატებისა და საქართველოს დროშების სწორების ავტომობილები, ერთ-ერთი სწორედ ჯო ბაიდენი იმყოფება. ხედავთ თუ როგორ ხვდება მათ ხალხი. ეს არის გარკვეული გამოხატულება იმ დამოკიდებულებასაც, თუ როგორ აფასებს ამერიკის მხარდაჭერას საქართველოს მოსახლეობა და ისინი სწორედ ამიტომ შეიკრიბნენ ალაბრის მოედანზე. კორტეჟმა ჩაიარა და ახლა სავარაუდოდ ჯოზეფ ბაიდენის ესკორტი უკვე პრეზიდენტის სასახლესთან მივა, სადაც მას საქართველოს პრეზიდენტი ელოდება. ერთადერთი რაც მენიშნა მე პირადად ის რომ ესკორტმა მაღალი სიჩქარით არ ჩაიარა, ალბათ სპეციალურად იმისთვის რომ ქალაქის დაეთვალიერებინა ჯოზეფ ბაიდენს და ის ხალხიც ენახა, რომელიც ალაბრის მოედანზე იყო შეკრებილი. ასეთ დროს საერთოდ ესკორტი ძალიან მაღალი სიჩქარით გადაადგილდებოდა ხოლმე, თუმცა დღეს გამონაკლისი იყო.